დღეს. ეს ვინ არის? გაიყვანეთ, გეხვეწები რა. გადის შენ მიკერძოვებულო ბაქნიანო ბოლდო ეხლა რა. აი, ბიჭო კი არა, ეხლა ლორენცო ყვარგონია. მისო, ყოველ სიმას აკეთებ, რატო მინგრე? მე გინგრებ ცხოვრებას. სამწუხარო სიტუაციაში შევხვდით. ამარაუშა. ეს ცხოვრება ისეთი რამე არის, გაიგეს ყველაფერი. ბიჭო, ცხოვრებას მინგრევე და რას გინგრევე, ბიჭო, ზადაცე. იმენ აი ზადაცე და. ეს არის ჩვეულებრივი კონცეფტი, გენეს. ცხოვრებას მინგრევე და კიდე ამათ წაველა. ტელეფონები შემოდის და უყურე შაბათის გადაცემას. მე გადავედი TikTok-ზე 1-2-3 ვიდეო შემხვდა, რომ ყველა ერთად ვართ, ცეკვავთ, თამაშობთ, მღერი ვართ. გამაჟრია უწევ დედას გიფიცებით იმ მომენტში. უყურეთ გადაცემას? მოდი შევიკრიბოთ რა. ბონდო, ლელუ. რატო უნდა შევიკრიბოთ ვერ გავიგე? დიანა, მე არ მინდა არანაირი შეკრება. რა თვით გამოცხადებული ბოსის შეკრება მით უმეტეს. ნებისმიერი საუბარი, რომელიც ხდება ჯავახასთან, მთავრდება იმით, რომ ჯავახა ახდენს ემოციების გაღიზიანებას და ჩვენს პროვოცირებას, რომ მეტი და მეტი ემოცია გამოიწვიოს და მწყობილებიდან ბოლომდე გამოგვიყვანოს. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს აღარანაირი სურვილი რამენაირი კომუნიკაციისა ჯავახასთან. ჩვეულებრივი პროვოკატორია, ყველას გადაასწრო. რა პროვოკატორი? აი გუშინაც არაფერი არ მithქვავს, ეგრევე ავარდი და გაიქეცი. ესე იგი, რამდენიმე დღე არის პროექტის დასრულებამდე. 3 თვიანი ტანჯვა წამების მერე გადავწყვიტე, რომ მონაწილეების შემეკრება და მე თქვა 1-2 სიტყვა, რომ ერთად გავატაროთ ეს პერიოდი, მაგრამ მე არ ვიძახი იმას, რომ ის დღეები, რაც ჩვენ გავიარეთ პირველი 2 კვირაში, როგორი ბედნიერებიც ვიყავით, აი ყველაფერი დაუბრუნოთ და ის ურთიერთობა აღვიდგინოთ, რომ ამას არ ვიძახი, უბრალოდ რომ ეს 3 დღე მაინც შევიკავოთ თავი და იმ ურთიერთობებს რაც გქონდა, იმას მაინც ვეთპატევით და ხალხს დავანახოთ ჩვენი თავი, როგორი ვართ პოზიტიურები და როგორი თბილები ვართ ამ ფინალურ რაუნდში. 1-5 წუთი დამითმეთ მხოლოდ. არ მინდა შენთან საუბარი, მორჩი. მე ხო მაქვს ის რა ქვია, უფლება რომ არ ვესაუბრო ადამიანს, რომელიც ყველანაირად ცდილობს რომ გამანადგუროს. მე მოგისმენ. დიანა, გთხოვ, გამოდი. აი გეხვეწები რა, ძალიან გთხოვ, თუ გინდა რომ არ ჩავვარდე ისტერიკაში, გამოდი. დიანა დავრჩებიო მე, მაგრამ თინათინ როგორც ყოველთვის წამოდი აქ არ დარჩე, თორემ მე ისტერიკაში ჩავარდები და აი ესეთი ტექსტებით. ძალიან გთხოვ. ძალიან გთხოვ მე რომ, როდესაც მე შე რაღაცას გთხოვ და ხედავ რომ ეს მდგომარეობაში ვარდე და უნდა გამოხვიდე. ძალიან გთხოვ, დაწყნარდი. ხო ხედავ რომ ცუდად ვარა რა, ხო ხედავ არ ვაკონტროლებ ჩემს ემოციებს. არ მინდა და შენ კიდე აგრძელებ რომ რა, რომ ჩავერთო. რატო უნდა ჩაერთო? კარგი, მორჩი გთხოვ, დაწყნარდი. ანუ იცი რა საკეთებ ხოლმე, აი ეგრე დადგები ხოლმე და მე ვერთვები. გთხოვ, დაწყნარდი. შეგიძლია რომ საერთოდ აღარ არ გამოეცალო ყოველთვის და ნუ ელაპარაკები საერთოდ. ბიჭო, რას უშვება თინათინიჩი? აღარ მივცემ საშუალებას რომ პროვოკაციებზე წამომაგოს. всё, მაქვს ამის უფლება, მაქვს. ყველანაირად ვეცადოთ რომ რაღაც პოზიტიურად გავატაროთ, მეთქი უნდა მეთქვა და რავი. ჰაერი ხარო? ისა ხარო? ჰაერი ხარო? ხო, რა ვიცი. თავისზე წაიყვანა. აწყობს და მაგიტო აკეთებს. მე ხვდები უკვე რა ვიფიქრო. გადაცემა ვნახე და ამაზე გული ამიჩუყა და უცებ. რა ხდებოდა გადაცემაში? რავი, ძველი მომენტები რაღაცები მიყვა რა. 10 წუთში შეუძლებელია გადაცემის ნახვა, იმიტომ რომ გადაცემა მინიმუმ 30 წუთიანია. ამ დროს, როდესაც ტელეფონები შევედა ჯავახამ ვიდეოს ჩაწერაც მოასწრო, ვიდეოს დადებაც მოასწრო, გადაცემის ნახვაც მოასწრო. ხალხო, ვერ ხედავთ რომ აქ რაღაც უზუსტობაა. არა, უბრალოდ მაგისმაგივრად სხვა ადამიანი უყურებს გადაცემას და პუნქტებით უწერს რა როგორ უნდა თქვას და გააკეთოს. ამიტომ ჯავახამ გადაწყვიტა კონტენტის შექმნას, გადაწყვიტა რომ თავის უმსგავსო ბინძურ თამაშებს როგორმე
ფარდა ჩამოაფაროს და რაიმენაირად მაინც გათეთრდეს ფინალისკენ. ამიტომ აი ასეთ სცენას გამოაცხადა რომ გული აუჩუყდა და 3 თვე ჩხუბში ვართ 3 დღე დაგვრჩა და მოდით როგორმე დავზავდეთ. თინათინ და დიანა. გამოდით სასაუბროთ. მე არ ესმის ამ ადამიანს არ ესმის კი არა ძალიან კარგად ესმის უბრალოდ უყურე იცის რა მდგომარეობაში ვარ და ძალიან კარგად იცის რომ ჩაჭერაც აღარ უნდა შეხებითაც ჩამაგდებს იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაც სჭირდება გოგოებო ძალიან გთხოვ ჯავახ არ გსურს შენთან დატოვე სამი დღე აკაურობა დაგვრჩა, მე ვიცი სამი. შენ რაც გინდა მაგას არ მიიღებ всё 3 დღე დაგვრჩა გამოდით. არ მიიღებ იმას რაც გსურს არ მიიღებ ჩემს არაადეკვატურ სახეს და გაღიზიანებას უნდა მოსჭა გითხრათ უბრალოდ რომ ისედაც ზედმეტი მიიღე რაც არ უნდა მოგვეცა შენთვის. ეხლა აღარ მიიღებ. ანუ რას აკეთებს? ანუ მე შევდივარ ეხლა ისევ აი ამ ოთახში, სადაც აქ არ მომწუდება მაინც. და აქ ვიჯდები სანამ არ წავა. ხო, ძალიან მომისმინე ერთი წუთი რა. ეხლა შენ რო ისო. ვაიმე მესმის, მაგრამ ხო აღარ დაელაპარაკეთ, ხო, აი ეხლა შენ. აბა რა იყო ეს? ვაიმე. ოთახშიც არ შენ რო ეხლა დაიწყო ტირილი, ანუ უფრო ცუდად გახდები და უფრო ძნელად ამოხვალ ამ სიტუაციიდან და მაინც მთელი დღე მოგვიწევს რომ აქ ვიცხოვროთ და გავატაროთ. გემუდარები გთხოვ რა. შეეცადე რომ დაწყებდე და აიწყო თავისი. გოგოები იმდენად როლში არიან შესულები რომ ახლაც რაღაც არ ვიცი არ მინდა ვიფიქრო მაგრამ კიდე რაღაც დრამები აქვს ოთახში. ურთიერთობების დალაგება ძალიან რთულია მაშინ როცა ეგეთ სიტყვას მეძახიან. მაგრამ ნახე პროექტში ვართ. პროექტში ვართ. ეძახიან არა მარტო ერთი დღიდან არ მოდის. შეურაცხყოფელი სიტყვა. გოლი მიდიდან ანუ შეურაცხყოფელი რომ ტყუილი ხარ ანუ ადამიანი რომელიც ტირის და არის ესე ემოციურ ფონზე და შენ ეუბნები რომ ბიჭო რაზე ტირის ხო და ფარისეულობაა და შეურაცხყოფებს აყენებ ჯავახს შენ გოგოებს ბონდო არავის არ აყენებს შეურაცხყოფას შენ აყენებ ჯავახს შეურაცხყოფას ლელუს რეპორტაჟი დაიწყო ხო ვაიმე დიდი ბოდიში ბონდო კარგი მოიცა. ვაიმე ხმარო ამოვიღე საერთოდ ბოდიში ანუ ბონდოს თქმით მე აქ ხმაც არ უნდა ლელუ გაიხვიცა როგორ უთხარი მუზეებს ლელუ გაიხვიცა იქ იჭექი და აი ერთი ნახევარი საათი ალბათ მე მასშავდი, მაგრამ მაგაზე ხმას არ საათი გაშავებდი, ბიჭო, ლაპარაკობდი. სად გაშავებდიო? ტიპი ყველა კუთხეში გვაშავებს და სად გაშავებდი? მოილაპარაკეთ კარგად? ხო, უთხარი ხო თქო, გეხვეწები უთხარი ხო თქო რა. ვენ არ ლაპარაკობ. ანუ ეგ და უთხარი რა. კი, მოვილაპარაკეთ. დაწყდარდი ლელა. ვაიმე, რა სამბო, ბონდო, ვაიმე. გორის თეატრი აღარ არის, ან გოგოები? ჯერ მეუბნება კარგი იდეაო და მე ლელომ რაღაც უთხრა და ეგრევე შეტევაზე გადადის, გარბის, გამორბის, ცდილობს რომ გაგვაღიზიანოს. კარგი ბიჭო, რა იყო შეკიდე, ბონდო, რა გჭირს რა უნდა ვიყო ბიჭო, რა გქონდა, საუბრობთ. ცინიკურად საუბრობთ. ვინ მე? კი. თვალებში შემართეთ სათვალების გარეშე. თვალებში შემომხედეთ სათვალები. კარგი, აღარ გვინდა კონფლიქტები, რაღაცები მიდი რომ დამშვიდებიან, შედი და ჯავახას ამის თქმა უნდა და უბრალოდ ეგ უთხარი მაშინ. სო, მე აქ პოსტალიონი ვარ. აბა რა ხარ? რატო არ ხარ ისედაც ხარ და ბარე მეგეც გააკეთე. დედა ილოცე ჩემთვის გთხარ. კი, ჭირდება. დაელაპარაკე, აღარ მინდა, მართლა ვიდეო. დავიდა ხელის კამერა? ისეთი ვიდეოები ნახე ბონდო რომ მაგაზეც ხმას არ ვიღებ. რა უნდა მოიყო ხმა? რას ვაკეთებ? ო, რას საკეთებ? რო ვამბობდი რომ არასწორად იმოშვები, კომენტარს აკეთებ? ბონდო, შვიდობის მტრედი, ვითო მიკერძოებული შვიდობის მტრედი. ჯავახას მიუთითებს, როგორ უნდა ესაუბროს ქალს. ბონდო, რომელმაც მე ქალს ბუნების შეცდომა ხარო მითხრა. ნელუ დაგაწყლარეს, ჯავახ არის ნერვიული. ბიჭო, რატო ისვრი ესეთ რეპლიკებს ვერ გა? რა რეპლიკებს ვისვით? თქვენ რო ისვით, იმის მე ერთად არ ვიცი, ჯარც ვიკადრებ. ლელუს ნუ ახსენებ. ძალიან გთხოვ. რაზე ვახსენე? არ ვიცი. დაგამშვი, მაგარი ხვალ, შეგიძლიათ დავსხა. იცი რა არის რა ლელუს ნუ ახსენებ. ფარისევლობა. ნუ ხარ ინტრიგანი, ბონდო, გეყოფა, ბონდო, ნუ ხარ ინტრიგანი. სიმართლე და ნუ ინტრიგო, ბონდო, ტეხავ, ნუ ინტრიგნო. ნუ ინტრიგნო, ბონდო. ნუ ინტრიგნო, ბონდო, დაწყნარდი. აი, არ შეხვიდე, რა გინდა? აი, რატო?
რატო მანიპულირდა, რატო პროვოკატორი ხლა? ესე იგი მიდის ბონდო ისევ ლელუსთან და არ მინდა რომ შევიდეს იმ მოსაწევს თუჩაში, იმიტომ რომ იქ აუცილებლად კამათი იქნება, ჭყობი იქნება, რაღაცა სიტყვების გამოსა შეურაცხყოფები იქნება და არ მინდა კიდევ და კიდევ ამ სახში რომ აი ეს ბოლო 3 დღე, 4 დღე მაინც ბედნიერად გავატარო და არ უშვებ აქ მას ოთახში, იმიტომ რომ აი ესე დაიწყოს ისევ და ისევ ჭყობი, კამათი, პროვოკაცია შეურაცხყოფები. ეს მე მანიპულე. ხო, შენაკეთებ ამ ყველაფერს. ეხლა გინდა კონფლიქტი წეგან, 5 წუთი წინ თქვი რომ არ გვინდა ეს კონფლიქტი და დაძაბული საუბრებით თქო და ეხლა მაგას აკეთებ ზუსტად. გამოხედი მიდი ლელუ დაგაწყნარებ და რაღაცნაირ რეპლიკებს ისვი, ბონდო. არ შეგეფერება ამ ხელა კაცი ხარ, ბიჭო. ჩავახ. გაიგე? შენ ჯერა შენი ტექსტები. მართ ამ ხელა კაცი ხარ და შემოსული ხარ? არ გინდა რა. გამიშუბას გაიწია იქ. რაღაცას გეუბნები, შემოსული ხარ სტუმრად. ჯერ აი გესაუბრე. სტუმრად. ბიჭო, ნუ გაგატერო აქ როვალ, ესე იგი პროექტმა გადაწყვეტა და გაშავებ ხალხს და ამაზე ხმას არ გქონს. ხმას არ გქონს, ბიჭო, იქით. ხმას არ გცემ ამაზე. შენ გაკითხო, სადაც შევალდა სადა რა? ხო და პროვოკატორო მე ხარ და ისური რაღაცებს სიტყვებს რომ კონფლიქტი რაში მდებარეობს? კონფლიქტი არ მინდა. რაში მდებარეობს? ბიჭო, რა რაში მიდი და ლელა დაგაწყენებს რატომ? ხო, იმიტომ რომ თქვენი ესეთი დათქმები შენ რამდენი სიტყვები უნდა წამოგცდეს უკვე უაზროდ. რას ნიშნავს მიდი და ლელუ დაგაწყნარებს? აგრესიული. რას ნიშნავს მიდი და ლელუ? ანუ უკაცრავად შენაირად ესე აურკვენ წყნარად ადამიანებს დიდი ბოდიში. აი ხა აი რას ნიშნავს ბოდოsa აი შენ ადგილას შემცხრებ რომ არ ჯერა, რომ არ ჯერა, გეხვეწები რა? რომ არ შენ ჯერა. უზრდელი ხარ ბონდო შენ გოგოს რომ რა გაასწორე ბიჭო რა გაასწორე ბუნების შეცდომა შენ ვის ეძახი დავშვით. ბუნების შეცდომა შენ ვის ეძახი სახე გაქვს დაკარგული და არის ცივი ბუნების აღიდგინო. შეცდომა და რას მიერტყას თავი აღარ იცის და სად მივარდეს და ვის ელაპარაკოს ჩემზე აღარ იცის. ალბათ სხვა მონაწილეებიც რო აქ იყვნენ ყველასთან სათითაო დაიბლიდა და იჭორავებდა ჩემზე და გამაშავებდა ხალხთან. და ლელუ დაგამშვიდეს მეთქი, იმიტომ რომ არასწორად. ლელუ ჯავახაბ რატო უნდა დაამშვიდოს? ჯერ რებს კერავ, რატო კერავ? რას კერავ? მე და ჯავახას თემას რატო კერავ? იმიტომ რომ არასწორად. სად? შენ აი მაქსიმართის რო იარო რომ მე ახლა მე და ჯავახა ერთად ვართ და რაღაცას ვაკეთებთ გინდა? სასწაულად მიხარია რომ ლაივში ვუყურებ ეს შენ ნამდვილ სახეს რა. აი ნამდვილი სახე. ხარ გაბოროტებული კაცი, უარი მიიღე ხალისგან და ახლა იმ ხალს ბოლომდე აჭერ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გადაგიხდი. როგორც ძალიან ბევრი ძალიან გამიმართლა ზა. ლელუს რაც შეეხება რატომღაც არ ვიცი ძალიან ჩახვეული აქვს რომ აი მე რომ შენ უარი გითხარი გამწარებული ხარ ამეთყობა ეხ გამწარებულის გეხვეწები. ბონდოს გარ რამდენი შეურაცხყოფა უნდა ვითმინო რომ ხან მეშველება ხან ბუნების შეცდომა ვარ, ხან რას დამაბრალებენ, ხან რას ანუ რამდენი ხანი ვითმინო ფინალის ხმა ბონდოს შეურაცხყოფები ხალხნო. რამდენი ხანი? დაფიქდი კარგად. გაჩუმდი რა, გაჯექი ახლა კამერასთან. თუ არ გინდა ლაპარაკი. უყურე პროვოკატორობე. და მე თურმე კომენტარი რატო გავაკეთე, გაიგეთ? ანუ ადექი გამოდიოდი და გადი. ანუ ეს ვინ მიგდია ვაფშე ესე რომ ელაპარაკება გაბოროტებული კაცი, ქალზე გაბოროტებული კაცი. ბოდიში ბონდორო დიასა ავირჩიე, მაგრამ რა ბოდიში? მილიარდჯერ ავირჩევდი კიდე დიასას. ბონდო რა, ანუ სად დიასა ბონდო ხალხ. ვაფშე ბონდო ჩემს გემოვნებაში არასოდეს არ ჩამჯდა და როგორც მართლა მეგობარს ისე ვუყურებდი ამ ადამიანს და მომწოხარო რომ მითხრა მაქსიმალურად შევეცადე რომ ისე მეთქვა ყველაფერი რომ მისთვის გული არ მეტკინა და ეს მეგობრობა არ დამეკარგა, მაგრამ რა დგინდა? მაინც მოხდა ისე. ანუ ეს რა არის? შენი ზრუნე საკუთარ დოზა ვერ მიიღო ბონდო. ანუ ის ვერ მიიღო, გაიგე, აი ეს ადრენალინისისა. იმიტომ რომ დაინახავთ წყნარად ვიჯექი ჩვენ. სისხლში შეშვება, რა ქვია, შპრიცი. შემოგვიმართებია ჩამიგდეს ეს ვიდეო, სადაც თინათინი იძახის და მივრცელებს ესეთ ნარატივს, რომ თურმე ჯავახამ ვენაში უნდა შეუშვას სპრიცით ადრენალინი და ახლა თქვენ დაუფიქრდით ამ ყველაფერს
როგორ ბინძურად მეთამაშებიან. დავიღალი ხალხო იმენა რაღა გავაკეთო მითხარით. ყველაფერს კადრობენ აბსოლუტურად მოსაგება და რეებს აღარ მეუბნებენ და რეებს აღარ მივრცელებენ იმენა. დავიღალე ძმაო. ანუ რატომ აფუჭებენ საზოგადოებასთან ესე ვერ გავიგე. რატომ აფუჭებენ? ჯავახა იძახის, რომ ვითომ არ უნდა ჰაუსში კონფლიქტი და სიმშვიდე სურს. მაგრამ კონტექსტიდან ამოვარდნილ ვიდეოზე, რომელიც საერთოდ არანაირად არ ეხებოდა იმას, რასაც ცდილობს, რომ დაამტკიცოს, იწყებს ჩხუბს და ალიაქოს. ამაზე ეხა შემოდით და გამეცით ნებისმიერ ადამიანა პასუხი რეებს მივრცელებ. რაღაც პრინციპი ტენისო რაღაცებს ტენიან აგზიხარ შენს და უსმენ და არ შენ არაფერს ხმას არ იღებ ამასთან დაკავშირებით 21 წლის ბიჭს რაღაცებს მივრცელებენ რომ თურმე სისხლში რაღაცებს ვიშვებ შპრიცით ბიჭო. რა სისულელია მოусმინი აქ. წარმოიდგინეთ ეხლა ეს ყველაფერი ეს ნარატივი როგორი დასანახი არის ან დედაჩემისთვის ან ჩემი სანაცისათვის ან ჩემი გულშემატკივრისთვის ამას რო ავრცელებ ხალხო. აქ იცინი ხარ როგორი ცინი ხარ ეს რაღაცას რო იძახია. რამა კონტენტის ეხა არ მაინტერესებს ბიჭო კაი არ გაგაშავებ არა შენ ზიხარ კაი სხვანაირად გეკონა მაგრამ აგერი რა არაფერი მოусმინე ბიჭო მოусმინე რასაკეთებს დაუწიო კი არა ეხა გადი იქ გადი იქით კი მალე ეხა დავე მოძუძგე ეხა აქედან ბიჭო ჩემი პავი რა არის გოგო რა ეგრე ბინძურად რატო თამაში არავინ ბინძურად არ თამაშობს ეს ბინძური თამაში აიზე რაც გაჟღერე მე ვიცი ეს არის კონტექსტიდან ამოჭრილი ჯავა ხოხმაზე იძახა იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით ხოხმას გულში ვერ მიიღო მაგრამ მან არ ჩავა ხოხმაზე ჩვენი ემოცია ვერ მიიღე მე უკვე ნახე ეს ვიდეო ეხლა ხა ცდილობს რომ იმანიპულიროს საზოგადოებაზე და ყველანაირად გამოაჩინოს ვითომ ჩვენ ცუდები ვართ რომ ესეთ რაღაცებს ვიძახით თუმცა გუშინ საუბარი იყო იმაზე რომ აი ესე კიდევ გამომეკიდა რომ როგორმე პროვოკაციაზე წამოვგებულიყავი რომ არ მივეცი ეს დოზა ადრენალინის და ამ შხამის გადმონთხევის ხოხმის და ადრენალინის დოზა მოთამაშე შენ ხარ ბინძური ჯავა მე ვარ ბინძური შენოთახში რა ხდება აი ესეთი რაღაცა აუ გეხვეწები შემოდით კაი აიმაზე სანქცია მიეცით ამ გონეულებს აი აგერე ადრენალინის რას ვაგორებ რას ვაგორებ ადრენალინის ხოხმა ადრენალინი 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 გამომიყანო მდგომარეობიდან რომ მიიღო ეს რაც გინდა და მე გავახა ინტერვიუების მერეც შემოვიდა ამ ალიაქოთი ატეხა იმის გულისთვის რომ გამოეწვია ჩემი რეაქცია და მე მათ ვიძახი რომ ჯავახა არის გაბოხმილი ეს ვერ მიიღო ჩემი ემოცია ბინძურად თამაშობ ანუ ეგრე ჭირდება ჯავახა არ მაინტერესებს სიტყვა ვერ მოიხსენა ემოციის ფონზე ადრენალინი არის ადრენალინი შენ ბოხმინე შენ ბოხმი იღებ ადრენალინს ამას გულისხმობდით და იმას ესე ხო ადრენალინი გავდივარ ბოხმა ვერ მიიღე იმდენად მელაპარაკება ბოხმისო ბოლორსა დოზა ვერ მიიღო ჩვენ უკვე 2 დღეა რაც ლაივიდან დაუბრუნდით. ვცდილობთ რომ ყველანაირად გავერიდოთ ჯავახას. ვცდილობთ არ წამოვეგოთ მის პროვოკაციებზე, იმიტომ რომ უბრალოდ ჩვენი წყობილებიდან გამოყვანა სურს რომ აი ეს ემოცია მიიღოს და ყველანაირად ავარიდოთ თავი ნებისმიერ კომუნიკაციაზე. ხმა არ მაქვს ამაზე. ხმა არ მაქვს. რა ჭირდება რატო ლაპარაკობს? რატო მინგრე? მე გინგრებ ცხოვრებას. აი ეს უნდა და მიიღო. მე გინგრებ ცხოვრებას. შენ ბიჭო შენ გინდა და ჩვენი გამი გინდა ძალიან კარგად ჩანს რომ მე ვშავ ადრენალინზე ჩვენი ადამიანები არ ვარ მთელი დღეა 2 დღეა ვცდილობ რაღაცნაირად რომ დაგიკავშირდე ვცდილობ ბიჭო ყოველ დღე პროვოკაციები გულში ვიხარი რომ მოგება აბიახალე შეგევა მე ეს ენერგო ვარიება და ეხლა შენ უბრალოდ ვიყენებ ამ თემას მან დამთავრებული აი აზე არის განერიდე რა მნიშვნელობა აქვს ეს სიტყვები კონტექსტიდან არის ამოვარდნილი თუ არა ამას ვერ ხვდები იმიტომ რომ ეს სიტყვები საზოგადოებასთან უკვე ისე გავრცელდა როგორც გავრცელდა ხალხი ის დოზა ეს არ არის სწორი ეს არ არის დამაცხადე საუბარი ეს ვინ არის გაიყვანეთ გეხვეწები რა გადი შენ მიკერძოებულო ბაქნიანო ბოდო ეხლა რა გეუბნები ეხლა
არ მაცდი კამერასთან საუბარს როგორც ლელუსთან აკეთებდი ცოტა. აუ, გეხვეწები, ეხა გაიწიე იქით მაგრამ. ვიჯო, ვიღაცა. აი, ვიჯო კი არა, ეხა ლორენცო დაგაკარებინებ კბილებს მაცდა. აუ, რა სიძახი. რატო არ მაცი საუბარს, შენ მიკერძოვებულო მაცდა. დააყრევინებ კბილებს. უყურე, უბრალოდ. ბიჭო, რა გინდა, მართლა. იმდენად გინდა რომ მოიგო გოგო, მაგრამ გინდა რომ გაგწყო. რა თუნდა, ბიჭო, ისინი მოგებულები არიან. გინდა? მაგრამ ვიცი რომ მოგებულები არიან, მაგრამ ესეთ რაღაცა. იმიტო, ძმაო, ტყუილს ამბობ. აუ, იმენა რა გინდა, ბიჭო? გავუშვი. რამას დამამშვიდებელი ბიჭო, ცხოვრებას მიგრევენ და რას გინგრევენ, ბიჭო? იმენა, აი. სადაწერა. ეს არის ჩვეულებრივი კონცერტი, გენოსო. ცხოვრებას მიგრევენ და კიდე ამართლად ბიჭო, ამათ ყველა. გას. ეს ეხა ნორმალური თემაა? ამაზე როგორ შეიძლება კომენტარი არ გავაკეთო რა? რა კაი, ლელუ შეიძლება ლელუ გემოგები და ლელუ კარგი და ყველაფერზე როგორ ხარ? ვაიმე ხმარა თუ ყველა მერტო ხმარა მამამოები. ვაიმე, ნუ ქვეყნის როლებში, ვაიმე, ყოჩა სვავები ვით გჯიჯგნიან, აღარ შემიძლია. მოვედით მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძის სახელობის მცირე სცენაზე. დავესწრებით სპექტაკლს, უშენოდ არ შემიძლია. და როგორც იქნა, მივიღეთ სულიერ საზრდოს. არაჩვეულებრივი სიტუაცია. ილაპარაკოს ციკლზე, რომელიც არ წაუხდება. მე და ტატამ გადავწყვეტეთ დღეს რჩები აქ. აღჩება? ნუ ჩემთან აღარ გინდა. მაშინ მე წავა. არა, შვილო, საწყარა. თვალი რეალობას უნდა გაუსწორება. ძალიან სახალისო სპექტაკლი ვნახეთ და მოკლედ პოზიტიური ემოციებით დავიტვირთეთ. ემოციები ნამდვილად ვერ შევიკავე, პოზიტიური იყო ძალიან, ხიარული. ბევრი ვიცინეთ, მე ბოლოში ვიტირე. უკვე ეს იმიტომ რომ რაღაცა რეალურ ცხოვრებას ასახავ და ვფიქრობ ბევრი ადამიანის და მსახიობები იყვნენ არაჩვეულებრივები. ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა მარჯანიშვილის თეატრს, რადგან აი ეს დაუვიწყარი ემოციები გვაჩვქა. მონაწილეები არიან გასულების სახლიდან, მარტო დავრჩე სახლში და ძალიან მომშვირდა. ასე რომ გადავწყვეტე ჩემ თავს მოვუმზადო ელიტ ფუდის ყველის ბილმენი. ასე რომ წავიდეთ და მოვამზადოთ ჩემთან ერთად. მოკლედ პილმენი მომზადდა და ახლა ჩემთვის გემრიელად ვივახშმებ პილმენით. აი უკვე ჩვენი ნერვული დაძაბულობა იმდენად პიკს აღწევს, რომ აღარაფრის თავი არ გვაქვს. აი სურპრიზი! ეტა! აქ როგორ აღმოჩნდი? გაუმართლეს დედიკო. როგორ ახარ სიყვარულო, ვაიმე როგორ მომენატრეთ დედი. ვაიმე როგორ მომენატრეთ დედიკო. ვაიმე ჩემი სიცოცხლე.
არი ტირო ეხლა არ გამიგია. ვაიმე დედა. ვაიმე დედა სიყვარული. ვაიმე დედი არ დამონახოთ რემლები. არა, არ დავინახოთ რემლები. ვაიმე სიყვარული როგორ ახართ დედი. როგორც ხედავთ დედიკა. თქვენი ვაიმე ჩემი სიცოცხლე. ვაიმე დედიკა როგორ მომენატრეთ, მე როგორ მომენატრეთ დედი. მე თუ არ მჯერა რომ დედა თითქოს ანგელოზი შემოფრინდა ჰაუსი. დედა რა ლამაზია თქვენი ჰაუსი. თქვენი დავათვალიერებინოთ. დედა ჩვენი ისტორიული ოთახი. თქვენი ისტორიული ოთახი. დედა რამდენი ყვავილებია, გოგო რა არის ეს? აბა. დედა იქ სხვანაირად ჩანს ხოლმე. ვიწირებით ყვავილებში. როგორ მომენატრეთ და მამიკოს როგორ მომენატრეთ დედი. ой დედა კენაცალოს დედა ვაიმე ძიმუძბასო გახსოვთ მერიკო და ქეთუა რო ისხდნენ ხოლმე ტელევიზორთან და იმ ბრაზილიურ სერიალებში დავარგმირებს რომ ეჩხუბებოდნენ მეც ეგრე გეჩხუბებით ყველაფერს სხვანაირი ელფერი დაედო ყველაფერი გახდა ფერადი, ნათელი და ყველანაირი ნეგატივი გაქრე, სანამ დედა ჩვენთან არის. რას უშვები გოგო იმ პუჩს? რა იყო ის გუშინ ისეთი ისა გქონდა ხალხი ეკითხებოდა ზურას რატო ვერ შეხვედი და ის დაღრონებული სახე იყო იმაში Facebook-ში. არ ვიცი. სერენა და კი მიმღეროდა. ხო, ძალიან გახარებული. აუ, თვალი რო ქონდა ჩალურჯებული, შენეგული. შეჯიძე უფრო უკეთესად იცი რა ხდება? იქ მომსცემა ეტყობაო. ესეთი ამბები. ეს ცხოვრება ესეა. დღეს იჩხუბებ ხვალ შერიგდები. გადაგივლით, დედი. ლელუსაც გადაული, შენც გადაგივლის, ყველას გადაგივლით. მე აი იქიდან გადმოსახედიდან სულ სხვანაირად დაინახავ დედა. სულ სხვანაირად. აქ ის რა ქვია, ცხოვრება ისეთი რამეა, სხვანაირ რაღაცას დაგანახებს და იტყვი რომ რა სულელი ვიყავი და რაზე ვიკლავდი თავს. შერიგდებით მე დარწმუნებული ვარ დედი. ბემბის როგორ უნდა გაებუდა კაკა. ლელუ. ეგრე ეძახიან? მე ვეძახი ბემბის. ვაიმე, მართლა. აუ, რა საყვარლობაა. დედამ ეს მარ მოვაკითხა. აი ეხლა იმდენი ძალა მოგვეცა, იმდენად გავბედნიერდით და ავივსეთ ამ სიყვარულით და პოზიტივით, რომ გვინდა ეს სიყვარული აი ასე გადმოვაყაროთ და ყველას გადავეხვიოთ და ჩავეხოთ. თების გამოცხობა შეიძლება რაღაცა არ მოგენატრათ არაფერი გოგო ჩემი გამოცხობილი. აი ეს რა არის? რამდენი ხანია შენთვის არაფერი გვიჭირდა? შუქად იმასიც ეგრე იძახის? არა, მაშინ რადგან ამას მჩუქნით, მოდი გამოვაცხოთ ხაჭა. ძალიან მინდა რომ გასია. ვაიმე ლელუჩკი, როგორ ახარ ჩემი კაი? როგორ დანდაბე? კარგად ხარ ჩემი კაი გოგო, ვაიმე როგორ მიყვარხარ ლელო. ვაიმე ჩემი კაი გოგო. ვაიმე სამწუხარო ცუდ სიტუაციაში შევხვდით, მაგრამ არა უშავ. ეს ცხოვრება ისეთი რამე არის, გაიგეს ყველაფერი, არ დაუჯერო ამ ამბებს. ყველაფერი დაწყნარდება, ყველაფერი კარგად იქნება. მოგეწონათ? კი, ძალიან ლამაზია. გეპატიჟები ხაჭაპური გამოვაცხოთ. ხო, წამოდით. რამდენი ხანია არ მიჭამია დედიკოს საჭმელი და აი დედა გვიწყობს ხაჭაპურს. თიკო, გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? გამარჯობა, არა მიშავს. ხო ხართ კარგად? კი, მადლობა, ხელებს უფთამა. ხო ხართ ბედნიერად? მადლობთ, არა მიშავს, კარგად თავად. წინათ ქვილი მინდა დედა. ძალიან საყვარელი ქალი ყოფილა, მივესალმე, რა თქმა უნდა, ხელზეც ვაკოცე, გამარჯობა, როგორ ბრძანდებით, ქალბატონო? გამარჯობა, ბონდო, მოდი.
სიუპრიზი ვიღაც დედა ჩემ მოვიდები. ხახლა გილოცა. აბა რა ბედნიერები. ნამდვილად მოსალოდნელი. როგორ ახსოვდა? შოქში ვარ, ჯერ შოქში ვარ. კარგა, ძალიან გამიხარდა. რეალურია, წარმოიდგინე, გალაგრამა მეგონა ჯერ. აუ, რა მაგარი. შოქში ჩავარდით. მომზადება ჩვენ. მადლობა გენაცვალე. მადლობა, ძალიან მიხარია ყველას გაცნობა. ნამდვილად უეცარი სიურპრიზი გვაჩვენე. შოკი, ბრავო. აუ დედა, შენ რა ემოციები გაქვს ხოლმე რო ხედავ ამ ყველაფერს? როგორია, როცა შენი შვილები მთელ ქვეყანას უყვარს მოგვიყევი? ძალიან საპასუხისმგებლო და საამაყოა. ყველაზე მთავარი რაც არის. აჰა, მე მგონი ყველაფერი წესრიგშია. შოქში ვარ დედას ვიდა ახლა უყურებ რაღაცა. მე მაქსიმალურად მივესალმები იმას, რომ ფინალის კვირა გავატაროთ პოზიტიურად, ლაივიდან დაბრუნებისთანავე იყო ეს ჩემი სიტყვები, რომ მინდა რომ ბოლო დარჩენილი დღეები ვიმხიარულოთ, თუ არ ვიმხიარულებთ, არ ვიჩხუბოთ მაინც. დანარჩენები არ მოდიან? არ შევთავაზე და თუ სურთ მოვლენ თუ არა და რა ვიცი. რეგულარულად გამოიყურება. ყველანი კარგები ხართ ბავშვებო, ყველანი ძალიან კარგები ხართ. ძალიან გვიხარია და ძალიან გაგვიმართლა ის, რომ ფინალის ყველაზე ძნელ დროს ჩვენი დედიკო ჩვენს გვერდში აღმოჩნდა და ჩაგვეხუტა. არაფერი ამაზე მნიშვნელოვანი ამ ცხოვრებაში არ არის, ვიდრე დედას კოცნა და ჩახუტება და მისი სითბოს შეგრძნობა. აბა კარგად იყავით, გიყვარდეთ ერთმანეთს და თქვენიცით და თქვენმა ვაჟკაცობამ. მადლობა ყველაფრის. ფინალის მერე გელოდებით სულ ყველას სახლში. კარგად იყავი ლელუკი, მოდი დაგემშვიდობა. ხო. აბა თქვენიცით შვილებო. ფინალის მერე გეპატიჟებით სულ ყველას. როცა მოიწადინებთ, გინდა იმ ღამეს და გინდა მერე. მშვიდობიანი ღამე, კარგად. აბა კარგად ხალხო. კარგად. რა არის? რა ხდება? მე მოვიგე უნო. ხალხო, საჩუქარი მომივიდა. უნო. რა საჩუქარია მეტავია? აზერა. ზად ხარ? მოდე. რაღაცა ლამაზია. მე ნახეთ. რა არის? ეგეთ. მე თვალებს ვერ უჯერ. არ გამოვშტერდე ხო? მე გადავები? არ მჯერა, რომ იქ რაც დევს არის ჩემი და ნამდვილი ხალხო. ბიჭო, აი კითხე რა. დღეს ნახეს რომ ზოგჯერ გარემოდა ადამიანები ისე მოქმედებენ, რომ ყველაზე მშვიდიც კი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, მაგრამ ის რაც მან მოხდა, შენი სისუსტე არ ყოფილა, ეს იყო გულწრფელი ემოცია და რეაქცია უსამართლობაზე. ჯავახის საჩუქარი მიიღე ერთ-ერთი გულშემატკივრისგან პატივისცემის და მხარდაჭერის ნიშნად. ერთად გამარჯვებისკენ შენ და მარიამი გავაფრთხილდით ერთმანეთს. წინ კიდევ ბევრი კარგი რამ გელოდებათო.
რა საყვარლები არიან, ბიჭო. ვაიმე. იმენა აი შოქში ვარ. ამ ადამიანებით. როგორი სახე გაქვს? ვაა. ჩარტე. არ მჯერა. ვაიმე. არც მე. დასკეფიცები თუ მჯეროდეს. შიდობაში. ტელეფონი რა მომიგზავნე? ხო. დღეს იცი ამ ხელ ამბავი იყო, რომ გაგტყდა, ყველა მაგას წერდა. ეს საჩუქარი არასდროს არ გამოვიდე. მართლა დედას ვიცავ. მართლა. ამ ხელა საჩუქარი ცხოვრებაში არასდროს მიმერია. და გულშემატკივრებმა გამომიგზავნეს ტელეფონი. ასეთი დაძაბული დღის შემდეგ ჩემი ტელეფონის დამტვრევა, იმ ვიდეოების ნახვა, აი ასეთი დაძაბული დღის შემდეგ ჩემმა გულშემატკივარმა ახლა აი ისე გამითბო გული და ისე რაღაც სასიხარულო ემოციებით ისე ავრუსე, რომ აი რამღა უნდა გამაღიზიანოს და გამომიყვანოს ახლა წყობილები და მე ვხვდები ამ ხელა საჩუქარი მივიღეთ, ცხოვრებაში მართლა რო არ მივიღია და აი ვერ გამოვხატავ კიდე ჩემს ემოციებს, იმიტომ რომ შოკირებული ვარ ახლა ტელეფონი რო გამომიგზავნეს 16 წელს ვიყავ, მაშინ ვიყიდე პირველი ტელეფონი ჩემი სახსები. და მე რო დავიწყე მუშაობა, ეს იყო მეორე ტელეფონი. რაც მქონდა. ეხლა ყველაზე უხერხულად გრძნობ თავს, იმიტომ რომ აი არ ვიცი რანაირად შეიძლება აი ეს სიკეთე გადაგიხადო. ოღონდ მართლა დედას ვიცავ. ტელეფონი რომ დამემტვრა, მეთქი რაღაც ან განვადებას გავაკეთებ თქო და გამოვიტან თქო და ისე წავალ პარიზში თქო რა, მაგრამ გამოვიდა. ან როგორი კეთილები არის, ძალიან როგორი გულშემატკივარი იყო.